ჩვენი გადაცემის შემდგომი სტუმარი გახლავთ ქართველთა და რუსთა ერთობის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც არის ნამდვილად არაოფიციალური ელჩი საქართველოს. ეს კაცი უამრავ სასიკეთოს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის და ნამდვილად თუ საქართველოზე ვინმეს დადებითი რამე წარმოდგენა აქვს და თუ კი ვინმე საქართველოზე რაღაცა კიდე გული შეტკივა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის სწორედ ვლადიმერის დამსახურება. მე ვარ პირადად მომსწრე, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს ბატონი ვლადიმერ ხომერიკი, როგორ პატივსცემენ მას და ეხლა ჩვენ ხელისუფლებას მართლა რომ ცოტა სახელმწიფოებრივი ცოტა მიდგომები ამ კუთხით ჰქონდეს, აი ბატონი ვლადიმერ ხომერიკის ნაირი ადამიანები უნდა იქნეს რეალიზებული და გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ, იმიტომ რომ თუ ადამიანს რუსეთში ამხელა ავტორიტეტი აქვს, თუ ამხელა პატივისცემა აქვს, ხო შეიძლება ეს კაცი გამოვიყენო და ასეთი ხალხი ბევრი არ არის. ეხლა მე ნამდვილად ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ეხლა ბატონი ვლადიმერია ჩვენთან სტუმრად. ამას მე ხშირად ვახსენებ, რომც არ არის სტუმრად, მაშინაც კი. მოგესალმებით ბატონო ვლადიმერ. გამარჯობა, საღამოშვიდობისა. ბატონო ვლადიმერ, ალბათ ადევნებ თვალყურს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეხლა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მინდა ვისაუბროთ. ვიცით რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ გაქვთ უამრავჯერ საუბარი მანდ მოსკოვში, უამრავი ჟურნალისტი გეხმიანებათ და კონფერენციებზე, შეხვედრებზე გამოდიხართ. აი ახლა ხედავთ რა ხდება ჩვენს ქვეყნის ირგვლივ, პირდაპირ ესე იგი დასავლეთი ახორციელებს მიზანმიმართულად საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების პროცესს. 1000-მდე ბიზნეს კომპანიამ ხელი მოაწერა იმას, რომ რეალურად ისინი უჭერენ ხელახალ არჩევნებს და ნაცმოძრაობას ფაქტობრივად გვერდით უდგანან. მათ შორის დაიწყო უკვე შეტევა დასავლეთის მხრიდან. ის ფული, რომელიც გამოყოფილი არის საქართველოსთვის, ამ ფულს აძლევენ NGO სექტორს. და ყველაზე საყურადღებო იცით რა არის ბატონო ვლადიმერ, ეხლა თქვენ რუსეთში მოღვაწეობთ. იმ 1000 კომპანიაში არის კიდევ კომპანიები, რომლებიც რუსული კომპანიები, აი მაგალითად სპარი, მაგნიტი, ეს არის რუსული კომპანიები. კი აქ მოცილეები ქართველები ყავთ, მაგრამ ეს კომპანიები შეუერთდნენ გესმით ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს. და მე მინდა რომ ამაზეც თქვენ გაამახვილოთ მანდ ყურადღება. მე ვთქვი კიდევაც მანდ რუსეთში რო ვიყავი, რომ რუსოფობია და ანტირუსული ქმედებებს თქვენ აფინანსებთ მეთქი, იმიტომ რომ თქვენთან არის ორგანიზაციები, რომლებიც მე მხარს უჭერენ ნაცებს მეთქი. აი რა სიტყვით აი ამ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რა სიტყვი და ძალიან სწორად ბრძანეთ ის რომ ნამდვილად იმდენად ყურადღებას არ აქცევს საერთოდ რუსეთი იმ წარმოებებს და იმ ბიზნესმენებს, ვინც მუშაობს სხვა ქვეყნებში და რეალურად რუსეთის წინააღმდეგაც მუშაობს და არ უჭერს მხარს იმ პოლიტიკას, რაც უნდა გაეტანოს რუსეთმა და იმ ქვეყნის, სადაც მუშაობენ, იმ ქვეყნის უმრავლესობას და თავრობას. ეს დიდი სამწუხარო ამბავია. მე რა თქმა უნდა დიდი ყურადღებით უყურებ რა ხდება ჩვენ საქართველოში. მე დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი დამთავრდება კარგად. ძალიან მადლობელი ვარ რომ ასე საქართველოს ძალათა სტრუქტურები, პოლიცია, სახელმწიფო მთავრობა განარიან სასტიკად იმისათვის რომ დაიცვან ხალხის არჩეული. იმედი მაქვს რომ მოკლე ხანში ეგეც დამთავრდება. ახლა იწყება შობა საზღვარგარეთაც, უკან საქართველოს ბევრს არ დაინტერესებს ფული რაც იყო გამოყოფილი კი ახლა საფინანსებენ, მაგრამ ეგეც დაელევა და რაც თავარია თავრობამ უნდა მიხედოს ის რომ იარაღი რაც საქმენ იქა პიტარდები, სხვა ჯანდაბები ბოდიში მაგ სიტყვაზე რომ დაელიოს იქა და არ იყოს ჩვენი მოედანზე გამოტანილი. რა თქმა უნდა ჩვენ მტერს რომელიც დღეს ბრძანდება საზღვარგარეთის ევროპის და ამერიკის გარდა შიდა მტრები, ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც ოპოზიცია კი არ დაეთქვევა და ეთქვევა უბრალოდ საქართველოს მტრები. და ის პრეზიდენტი, რომელიც დღეს უკვე დვა და დაუმთავრდა და კიდო აჭირებს საქართველოში საქმეს და ხალხი უნდა გამეიყვანოს ქუჩებში და აი იმ ძალობრივი რევოლუცია, რასაც აპირებენ, რასაც დავალება აქვს მას, მისი გატანვა უნდა. მე მგონი რომ ქართველი ხალხი მაგას არ დაუშვებს, ქართული თავრობა მაგას არ დაუშვებს და ჩვენი ძალობრების სტრუქტურები მიხედავენ იმას რომ
ყველაფერი მშვიდად დამთავრდეს, გაიაროს ეს ინაგურაცია, როგორც არის საჭირო და როგორც არის კანონად მიღებული. მე ერთ რამას გეტყვით, რომ რაც იყო ჩატარებული საქართველოში არჩევნები და არჩევნების მერე ღონისძიებები პრეზიდენტის არჩევნად და სხვა საპარლამენტო სტომის გადაწყვეტილებები ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. ყველაფერი იყო ჩატარებული ისე, როგორც საერთაშორისო და საქართველოს კანონები ითხოვს. Იმიტომ არაფერი საფუძველი მაგენც არ აქვენ, გამოელია უკვე ყველაფერი და ახლა ეს ქალბატონი, რომელსაც უკვე პრეზიდენტსაც ვერ დაუშვა, ქალბატონი, რომელიც უნდა ახვეტოს მისი ჩამოდანი და წევიდეს სადაც არის საჭირო, საიდანაც გამოაგზავნეს. ზუსტად ახლა უნდა დადგეს ის დრო, რომ საქართველოს დამშვიდდეს, საქართველოს ხალხს ჰქონდეს უფლება თავისუფლად ეაროს თავის ქუჩებში და იმუშაობს და ახალ ამორჩეული პარლამენტიც და მთავრობაც მოადგეს თავის საქმეს და მიხედოს საქართველოს ბედნიერებას, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და იმას, რაც რატკივა ქართულ ხალხს იმის შესრულება და სოციალური მდგომარეობის გამოსწორება. გეთანხმებით ბატონო ვლადიმერ და მე ერთი რამე მინდა მითხრათ, რომ აი რა თქმა უნდა, ესე იგი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქართველი სახელმწიფოს გვერდით, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ისტორიაში არასდროს ხშირად არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას გადაუწყვეტია ქვეყნის, ხშირად უმცირესობა ახერხებდა ქვეყნის უკუღმა ჩარხის დატრიალებას. ესე მოხდა 2003-ში, როცა ვარდების რევოლუცია მოხდა, ესე მოხდა 90-იანებში, როდესაც არ იყო სრული მხარდაჭერა და ამიტომ მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება ძალისმიერად და ეხლაც აპირებენ იგივე გზით წასვლას. და თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოუვათ ეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ძალიან დიდი ფული, მილიარდობით თანხა მოდის საქართველოში, რომ აქ ჩამოაგდონ ხელისუფლება და მერე ეს იყოს პლაცდარმი მეორე ფრონტისთვის, რომ აქედან დაარტყან რუსეთს. გამოუვათ ეს ყველაფერი. მე მგონი რომ არ გამოუვათ მარტო იმისათვის კი არა რომ უმეტესობა არის ხალხის და თქვენ ძალსწორად ბრძანეთ რომ საერთოდ და ხშირად წყვეტს უმეტესობა კი არა უმრავლესობა რომელიც არის აქტიური, რომელიც არის დასტიმულირებული და რომელიც აკეთებს იმ საქმეს რაშიც უხდიან ფულს და რაც აინტერესებს მაგენს და მაგენის პატრონს. ზუსტად ასე მოხდა მარტო თქვენთან კი არა, ასე მოხდა საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს. თქვენ იცით რომ მოედანზე გამოვიდნენ და 1-2-3 კაცი მithom დაიმარცხა და იმის გულობისას მთელი საბჭოთა კავშირი დაშალეს. ეს ხდება ყველგან და მე იმედი მაქვს საქართველოს მთავრობის, რომელსაც უკვე მშვენიერად ესმის სიტუაცია, რომელიც სასტიკად დგამს საქართველოს სწორი გზის მისვლით და საქართველოს ხალხის უმეტესობის არჩევანის დაცვა. მე იმის იმედი მაქვს, რომ საქართველოს ძალობრივი სტრუქტურები მშვენიერად ესმის სად არის სიმართლე და სად არის უბრალოდ გამყიდველი ხალხი, რომელიც ყიდის ჩვენ საქართველოს და ყოფავს. თქვენ მშვენიერად თქვით, რომ თუ დაიწყოს მეორე ფრონტი, საქართველოს საქმე იქნება სამწუხაროდ დამთავრებული. მარტო ამფერი პატარა ქვეყნები კი არა, დიდი ქვეყნები დაიშალა მაგის გულობისას თქვენ მშვენიერად იცით, რასაც აკეთებს ამერიკა მთელ მსოფლიოში. უშუალებელი ქვეყნები ლივია, ირაკი, ახლა რა უქნეს სირიას, ყველას ეს არის ყველაფერი იგენის სამუშაო და ყველაფერი მე მგონი უნდა ესმოდეს მაგ საქართველოს ხალხს. არცად სადაც არიან მაგენი შესული და რასაც არ აპირებენ, სიკეთე არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ხალხს არ მოუტანა. ნუ თუ ახლა თლად ბრმაა ჩვენი ხალხი და ნუ თუ ახლა თლად ამხელა გამყიდველი უვარგისები და უღრისები ხალხი არის, ასე იგენის ვინ ჩამოდიან მოედანზე. მესთვის რომ $100 და $100 მიღებისთვის მე მგონი ყველაფერს გაყიდიან, მაგრამ ამდენად საქართველოს გაყიდო. რა $100 და რისი $100? კაცო, $10,000 უხდიან ცნობად სახეებს, რომ აქციებზე გამოვიდა $10,000. მაინც ცნობად სახეებს იქნებ კი უხდიან ამნეს. მაგრამ არაცნობად სახეებს უხდიან $400-500. ნუ ხო, გავიგე. ნუ $100. $500, $200.
ზოგი არის უბრალოდ ბოდიში და შეშლილი ჭკვირიდან, რომელსაც არ ესმის ეს და აი ამ გიპნოზ და იმ პანიკას აყვებიან და მიდიან მოედანზე, თანაც ბავშვები და უმრავლესობა რაც არის. ამდენს უხდიან იგენს, ვინც არის შტურმავიკები, რომ ოძახიან, ვინც აი ანგრევს ყველაფერს, კვირის, ვინც ამზადებს და მარტო მაგაში არ არის საქმე, საერთოდ შად საქმე არის იმაში, რომ ვინ გამოდის იმ ქუჩებში, ნუ თუ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქართველების, ჩვენი სახელმწიფოს ფასი არის $10,000 ანდა $200, რომელიც მე მგონი დიდი ერთ თვეში დაელევა იმ ხალხს. იმიტომ რომ მე მაქვს დიდი იმედი რომ ყველაფერი მშვიდად დამთავრდება. რა თქმა უნდა, სამწუხარო ეს ამბავი. არა, ერთი რამეა, ესე ეგონა რუსეთს ყველაფერი მშვიდად დამთავრდება და თლათ მას ესეთი განწყობაც არ უნდა გქონდეს და გეტყვით რატო. რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში იყო იანუკოვიჩი და დავინახეთ რომ იანუკოვიჩი დასავლეთმა ჩამოაგდო. ასეთივე მხარდაჭერა იყო მაგალითად იგივე სარქისიანის მიმართ და ეგერ პაშინიანმა იქ მოახდინა რევოლუცია. იგივე იყო დოდანის შემთხვევაში, რომელიც მოლდოვეთში სარგებლობდა რუსეთის მხარდაჭერით. ანუ მაგრამ აი ეს მე მესმის, ეს მე მესმის შვენიერად რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ რუსეთი დღეს ისე არ უჭერს ხარს როგორც უჭერდა მაგენს. მაგაში თქვენ სწორი ხართ. მე საქართველოს თავრობის და საქართველოს ხალხის იმედი და ძალაუფლების სტრუქტურების იმედი მაქვს, რომ დაიცავენ თავის სახელმწიფოს და არ გაყიდიან მაგას და რუსეთის იმედი ჩვენ უნდა გქონდეს სხვა საკითხში. რუსეთი იქნება რა თქმა უნდა და სულ სხვა აზრები აქვს ახლა დღეს საქართველოსკენ. რუსეთს უნდა რომ საქართველოში ყველაფერი მშვიდად დალაგდეს. რუსეთს უნდა რომ საქართველოში რაც დღეს მდგომარეობა არის მოკლე ხანში დამთავრდეს და დაიწყონ მოლაპარაკებები ისეთი რაც აწყობს საქართველოს და საქართველოს ხალხს. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რუსეთი პირდაპირ არ უწყობს ხელს საქართველოს მთავრობას დღეს. რუსეთი არ ძლება საქართველოს საქმეებში. იქნებ ეს არის ჩემთვის და თქვენთვისაც სამწუხარო, მაგრამ ეს ზუსტად არის და მისი ალბათ კიდევ ამფერი შესვლა საქართველოს პოლიტიკაში დღეს არც არის საჭირო. იმიტომ რომ ისეც აბრალებენ ყველაფერს რუსებს და სხვა სალაპარაკო არავის არ არის და რეალურად რუსეთი სულ არ ძლება ამ საქმეში, რომ უნდოდეს რუსეთს საქართველოს არჩევნებში ან საქართველოს დალეგებაში ძალობრივი შესვლა, ეს იქნებოდა რა თქმა უნდა გაკეთებული, მაგრამ რუსეთი მაგას არ აპირებს. რუსეთს უნდა რომ საქართველოს ნორმალურად გაიაროს ეს გზა და დაეცავოს თავისი კანონები, თავისი ხალხის არჩევანი და იმის მერე მე მგონი დაიწყება მოლაპარაკება. მე შემიძლია გითხრათ რომ რეალურად რუსეთს აქვს შვენიერი განწყობა საქართველოსკენ და უნდა თვითონ დაალაგოს და როგორც თქვა ლავროვმა და რუსეთის მთავრობაც, ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან მეგობრობა და საუბარი ზუსტად იმ ხაზზე, რამდენსაც მზად იქნება საქართველო. მაგაში შედის მე მგონი ყველაფერი, მაგაში შედის ჩვენი მომავალიც საქართველოს მთლიანობა და გაერთიანებას. რადგანაც მზად არიან მიყვენ ბოლომდე, როგორც მაგენეთმა გამოაცხადეს. იმიტომ მაგის იმედი უნდა გქონდეს, ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მაგრად, ჩვენ დღეს უნდა გავიაროთ ეს 1-2-3 კვირა რაც დარჩა ბოლომდე, ინაგურაცია უნდა ჩატარდეს მშვიდად და საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა იყოს ფრთხილად და მაგრამ აი მე ვფიქრობ გამოსვლა პროვოკაციებს, რასაც აპირებენ მაგენი. მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი, აი მე რომ მაგალითები ჩამოვთვალე, ხო, აი იანუკოვიჩის და დოდანის და იმ სარქისიანის. მაგრამ მე დოდანის აგერ ბოლო სირია იყო და ყველაფერი. ხო, ასადის, ხო, მაგრამ აღმოჩნდა ერთი კაცი, რომელსაც ბოდიში და კრეპკი არეში რასაც ქვია და გაუძლო ამ გარკვეულ დაწოლას. ეს აღმოჩნდა ლუკაშენკო, რომელიც მათ აიღო იარაღი, ავტომატი, თავისი შვილი დასვა გვერდით და აფრინდა ვერტალიოტით იმაზე, მინსკის თავზე. და ანახა მინსკელებს და ბელორუსებს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ, თუ გინდათ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს ესაო და ლუკაშენკომ შეინარჩუნა იქ ხელისუფლება. კი, რუსეთისგანაც იყო მხარდაჭერილი, მაგრამ რუსეთი მხარს უჭერდა იმ ქვეყნებსაც, რომლებზეც
რუსეთს მე გავამახვილე ყურადღება და აი რა მაინტერესებს იცით თქვენი აზრით აი ხა შეიძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება რაღაცა რადიკალური ზომების გარეშე აი ეხა პუტინიც რომ მოვიდა აი ანალოგიური სიტუაცია რაც საქართველოში არეუდარეული არის სიტუაცია ისეთი იყო რუსეთშიც მაგრამ რა ქნა პუტინმა დახურა ეს ყველა მოღალატე ტელევიზიები განახორციელა ყველა იმ მოღალატე ადამიანების წმენდა და ქვეყანამაც ამოისუნთქა რას ფიქრობთ თქვენ აი პუტინმა რაც გააკეთა გააკეთებს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თუ აი მე თუ არ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს იმიტომ რომ უკვე ყველაფერი არის მისული იმის ნამდვილ რომ მაგენს მეტე მოთმენება არ შეიძლება თუ კიდევ მოუთმინეს და თუ კიდევ დაუშვეს ის რაც აკეთებს ეს ოპოზიცია და ეს მაიმუნები რომელიც არიან შემოპარული დღეს საქართველოში რომ აურიონ საქართველოში მდგომარეობა მაშინ რა თქმა უნდა ძალიან ცუდი დღე დადგება მარტო მთავრობისთვის კი არა თვით საქართველოსთვის და საქართველოს ხალხისთვის თქვენ ლუკაშენკო კარგად ახსენეთ მაგრამ მე მგონი რომ დღევანდელი საქართველოს ვაჟკაცები ვინც დგას სათავეში ყველა და ბატონი ბიზნესს არანაკლებად ვაჟკაცები არიან და მე მგონი თუ დასჭირდება მაგენცად შეუძლია გამოვიდნენ და სიტყვა უთხრან იგენს ვინც დღეს იმედი აქვს საზღვარგარეთის და საზღვარგარეთის ფულით უნდა გააკეთოს გადატრიალება და საქართველოს დაყოფა მე იმის იმედი მაქვს რომ საქართველოს ხალხმა არ უნდა გაჩერდეს რა თქმა უნდა საქართველოს ხალხმა უნდა თქვას თავისი თუ უნდებიან შეენარჩუნონ თავისი პატრიოტობა თავისი ოჯახის სიკეთე თუ არ უნდებიან დაუშვან საქართველოში LGBT და საქართველოს დანგრევა მაშინ მაგენაც უნდა გამოხაზონ თავისი ხაზი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი მადლობას საქართველოს მთავრობის იმისათვის რომ ხალხს არ იყენებს სხვა უკვე გამოიყვანდა იმ ხალხს თქვენ იცით რამდენი ათასი ხალხი გამოდის ასეული ათასით რომ დაიცვას და რომელიც ამბობს რომ მხარს უჭერს თქვენ მთავრობას მაგრამ მთავრობა ჯერ მაგას არ აკეთებს მე მგონი აქ იმდენი გეგმა იმდენი ძალობრივი რესურსი და იმდენი შეხედულება რომ არ გააკეთონ მაგ რომ დაუშვან ხალხს ეციკა და ერთმანეთს დაეჯახოს ეს დამპალი ოპოზიციას და რეალური საქართველოს მოქალაქეობა პატრიოტები მე მგონი მთავრობამ შეასრულებს თავის ხაზს და იმის კი არა რომ აი ახლა აფორიკებული ვარ და რაღაც მე არა ნამდვილად მაგის იმედი მაქვს და მინდა რომ ასე იყოს და თუ სხვა გზას მე არც ვხედავ და არც მინდა განვიხილო დიდი მადლობა ბატონ ვლადიმერ ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის თქვენთან საუბარი და კარგია რომ ასე პოზიტიურად აფასებთ თქვენს ამ ჩვენი ხელისუფლების დღევანდელ თქვენთანაც დიდი მადლობა იმიტომ დიდ სამუშაოს აკეთებთ აქაც რამდენიც ჩამოდით ძალიან ბევრი შეხვედრები ქონდა დიდ ხალხთან და ყველაფერი მოხსენეთ მე მგონი ყველაფერი იქნება ზუსტად ისე როგორც თქვენ ამბობთ მე მგონი რუსეთიც ბოლომდე გაიღვიძებს ახლა პრობლემებიც დაუმთავრდება ცოტა რუსეთსაც და მე მგონი რუსეთი და საქართველო უნდა დაიწყონ მოლაპარაკება იმის სასარგებლოდ საქართველო რასაც აინტერესებს ქართველ ხალხს მიიღოს და რაც მთავარია ეკონომიკის და იმის გარდა მე მგონი უნდა დაიწყოს მოლაპარაკები რომ რაც საქართველო დღეს ამბობს წითელი ხაზის უკან არის ზუსტად ეს პრობლემა უნდა დროებით დაიცვას და დადგეს გასაგები დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ბატონო ვლადიმერ კარგად იყავით ბატონი ვლადიმერ ხომერიკი იყო ჩვენი გადაცემის